ცოტა ჭირს, ცოტა კი არა, კაიგვარიანად ჭირს უკვე მუშაობა, იმიტომ რომ მასალები გვიждდება ძალიან ძვირი და ჩვენ ახლა იმხელა ტექნოლოგიები არა გვაქვს, რომ აი საზღვარგარეთიდან შემოსულ პროდუქციას გაუწიოთ კონკურენცია. ნაწილობრივ უწევთ. რა თქმა უნდა, ახლა ისე ბაზარზე ვერ გახვალთ, კონკურენცია არ გაწიე, მაგრამ გვიჭირს მასალების სიძვირის გამო. ძალიან ბევრი ცეხები ამის გამო დაიკეტენ. დავიდნენ ქალაქში და ზოგი მშენებლობაზე მუშაობს ბიჭები და ზოგი ის ჩემი ძველი მეგობრები და ის. ჩვენ თვითონ ვაწარმოებდით მასალების დამზადებას, თაში დამზადებას, ჩამოზიდვას, დახერხვას, შრობას და ვამზადებდით ჩვენ პროდუქციას ავეც და ჩვენი მუშაობის ხარჯზე ხდებოდა ეს ყველაფერი და თანხების გადახდა, აი ყველაფერში აღარ გვიწევდა, ხარჯი ჰქონდა შემცირებული ამით. და მე ეს ჭრები რომ აიგზალა და მოსახლეობას აღარ აქვს ხეწკის დამზადების უფლება, თავისთავად გაძვირდა. ადრე 1 კუბომეტრის მორის დახერხვა ღირდა 15-20 ლარი. 150 ლარი გახადა. 150 ლარი რო იმაში გადაიხადო მორებში, იქა მუშაგინდა, მიტანა, მოტანა, თავისთავად შესყიდვაში ფული იხარჯება. ეს უკვე იმხელა თანხებზე გადის არ გვიღის. ისევ გამზადილ, გამშრალ მასალებს ვყიდულობთ ბაღდათის რაიონში და ვიხდით დიდ თანხებს, სერიოზულ თანხებს ვიხდით ამაში. ავეჯის საწარმოების განვითარება და ხელშეწყობა ჩემი აზრით რომ მოხდეს ისევ ჭრები უნდა დაიშვას, მაგრამ არ ხერხდება ასეთი რაღაცა რა ვიცი. ჩვენ რო გქონდეს მასალების მოპოვების უფლება, ეს არის პირველი ხელშემწყობი პირობა. ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ გააკეთებს.